ავტობუსში საჭმელზე ვიყავი, საჭმელი მომწეს და როგორი პურები მომწეს. ერთი მომივალ სახში, განახვევთ როგორი ისინი მომწეს რა საჭმელები. გაინტერესებთ საჭმელზე რომ დავდივარ აქ საფრანგეთში მიუსაფარებს რას გვაძლევენ საჭმელს. ამგვარად პურები დასაწყისში. სუპერ სტილო. ეს ხელს მიშლის იქნებს. ნახე, ბარაქიანი პურია. ხაჭუმი გაუდის ხედავთ. ისეთი ახალია. აი, ხაჭუმი. ახალი პური. ესეც. ეს ბავშვებისთვის რვეული. მოგეთ. ახლა ამოვარაგოთ ზეხვეული. აქ თერმო ჩართა უნდა მიიტანო, ისე არ გაძლევენ. როგორ არ გაძლევენ, მაგრამ შენი იმისთვის ისევ ცივია რა. შენივე ჯანმრთელობისთვის ზეხვები. აი. 1 2 ზეხვი. კიდევ აი აგერა. ეს არის ნახე როგორი მსუქანია. სპეციალურად დამუშავებული ვიჩინაა რა რაღაც. კაი კუსოკია. რა ესეთი გემრიელი ზეხვები. რა ვიცი ხა ცნობისთვის. რა ზეხვები. ეს არის მდოგვში, მდოგვიარი და მაიონეზი, სუნელები, მდოგვში, მაიონეზში და სუნელებში ჩაბასტურმებული, ბადექონში გადახვეული ღორის ხორცი. ამის მომზადებაც მინდოდა თქვენთვის, მაგრამ ფული არ არის, ხორცი იყიდო. საჭმელს კი გვაძლევენ, მაგრამ ფული არ არის. ამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიჯდი აქ და კი ვჭამო, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცის ფული წაიღო, სოფლად მიდიხარ, საქართველოში მიდიხარ. სამუშაოს უფლებას არ გაძლევ, იმიტომ რომ არ ხარ ევროკავშირის წევრი და თავი მაქედან გინების გარდა არაფერს არ უზავნიან აქაურ პოლიტიკოსებს და ამისთვის მადლობა. ანუ ეს არის ბადექონში გადახვეული ღორის, აღარ რომ მოვჭიმავ პარკს ბადექონი ჩანს, ნახე. ცა გადახვეული ღორის ხორცი. აი ესენი. ყველი მეთქი უთხარი და ეს ყველის ისინი არის. პეჭკაში გამოსაწყობი. აი ესეთი რაღაცები. ყველი შევ, ყველი მინდა მეთქია. უყურეთ ჭადრის ფოთლის ფორმა აქვს და ეს არის თხის ყველი. თხის ყველი. საინტერესოა. ძალიან ლამაზია. აი გახსოვთ მაშინ ყველი რომ ვნახეთ. ავიც ამერიკული წაბლის ფოთოლშია გადახვეული, ეს ყველიც მომწეს. მომწეს ნატურალური მაწვნების, სონსუქ რა. იმის სიტყვოს გარეშე. მომწეს იოგურტი, შოკოლადით. ბავშვებისთვის ძალიან ბევრი რამე მომწეს. ისეთ რამეებს იძლევიან აქ შეძლებული ადამიანი საქართველოში უჭირს ამის ყიდვა. შეძლებულს ის ვეძახით ეხლა გლეხებს, მე არ ვიძახი 7 მილიონები რო აქვთ მისაკუთრებული ბანდიტებს, მთავრობის წევრებს.
ეს არის ლიმნის დამარინადებული ლიმონი რა. გავხსნი და აუცილებლად გეტყვით რა არის, როგორი არის. ბორბუშელა ბავშვებისთვის. ესეც პეჩენიები ბავშვებისთვის. ეს ძროხის ისა კუბიკები. და უხერხულად გევა. ესეც ბავშვებისთვის შოკოლადები და რაღაცეები. ამიტომ ბავშვებისთვის ესეთი რაღაცეები უკვე აი ბავშვებისთვის გამივსეს ჩანთა. აი ესეთი რაღაცეები გამივსეს ჩანთა. აი ესეთი კერები რაღაცა. ესეთი რაღაცები ბევრია აგერ. სადაც დაგეკეთე. ეს არის მაკარონი. ეს ჟელატინების კონფეტები იმდენია მოკლედ რომ ძალიან ბევრი სახეობის კონფეტები და ჟელატინები. რა ბავშვები გადაირევიან. და ეს წვენი, ნატურალური წვენი, მსხლის წვენი. პატარა ყაბახი. გვაშლები და ყაბახები მაქვს, მე ამას ლიმნები, ციტრონები, მე აი თუნდაც ჩაგახედეთ, მე ვაშლით ამაქვს სავსე და მსხლით. ეს არის დიჟონის დოგვი. ლიტრიანი ბანკით. რძე ყავისთვის. ეს შოკოლადი კაკაოსთვის, ბავშვებისთვის. და ესეც მწვანე ლობიო. აღოთვე აღოთ სტაფილოაუში. ამერევა ხოლმე ჩუჩმეკები მეც. მოკლედ ეს თეთრი ჭარხალია, რომლის წნილზეც არ ვიცი რა, ეს თეთრი ჭარხალი თუ გეშოვებათ, ჩადეთ და ჩვენი წითელი კომბოსტო ჩავდეთ, იმან გაუშვა წვენი და გააწითლა ეს ბოლო ჯამში. ფერისთვის შეგიძლიათ ჩაუტანოთ წითელი ჭარხალი. თხლად დაჭერით, კუბიკებად რა. გრძელ კუბიკებად დაჭერით და ადუღებული წყალი დაასხით, მერე სუნელებს რომ ოკმაზამავთ, დაფნა იქნება ეს, მიახური იქნება, რაც იქნება რა, პირპირის მარცვლივ წნეს როგორც ადებთ, მარილი, რამდენიც უნდა. აი თქვა 5 ლიტრიანი ბანკარი, 5 სუფრის კოზი ჩვენ ესე ვაკეთებთ რა. ხოდა მაგარი მწნილი გამოდის თეთრი ჭარხლით. ხოდა კარტოფილით ამაქვს სავსე. აკაულობა კარტოფილით. კარტოფილით ამაქვს სავსე. ამას არ ვიცი, ახლა ამას პირდაპირ ამეშინა ჩაკა. ვაშლი გინდა, რა გინდა. წყალი კიდე მაქვს ბევრი. ეს ამის წნილისთვის წამოვიღეს ჭარხლები, აი. ჭარხლები. თეთრი ჭარხალი ძალიან მაგარი წნილი გამოდის. ვისაც არ ჩაგიდიათ, ჩადით. ძალიან მაგარი. თითები დაიკუმიტეს იმას ბიჭებო. კივი. თეთრი ჭარხალის. კარტოფილი მაქვს კიდე ძალიან ბევრი. აი ერთი სიტყვით კარტოფილია ბევრი, კივი არის და ლიმნები არის. ეხლა მე ამდენს ვერ ამოვალაგებ აქ. ადგილი არ არის. მაგრამ მომწეს კიდე რა. სანადიოთ რო დავდივარ ხოლმე, სანადიოთ. კონფეტებიც რამდენი არის? კონფეტები. სანადიოთ რო დავდივარ ხოლმე და ფეხები რომ მეყინება ხოლმე.
გამთენის ხანს მიყვარს ხოლმე 6-ზე ნადირობა არხის პირზე დაუყვები ხოლმე თოფით და მაშინ მეყინება ფეხები უთენია რომ დავდივარ. მოგონი რა მაგარი რაღაცა მომწეს. 46 ზომა არის. არც გაბლები არ არის. ცოტა სტრანი ფერი აქვს, მაგრამ ფერი რა ნადირობაში პირიქით მისაღებია, უნდა ჩამდე რომ თოპი არავინ დაგახალოს. რო თქვა რომ ქალის არის, არ არის, იმიტომ რომ 46 ზომა ფეხი ქალს აქონეს, რავი, ქალი კი არა, დევია მაშინ. 46 ზომა აწერია, 44-46 აწერია. და შიგნით რა აქვს ჩაფენილი, დაინახე რა. ღუმელი გინახიათ. არის ძალიან მსუბუქი. არის ესეთი მატერიით შეკერილი, რომელსაც ეკალი არ ეკარება და წყალი არ შედის შიგნით. თონში სასიარულო სპეციალურად. არის წონა არ აქვს ამას ჩავდი პასელკაში გავაგზავნე და იხზე რომ დაული ხოლმე სანადიროდ იმაში გავაგზავნე. და აგემ სხალი დაის რა ვიცი თუ გამოჩდება არ ვიცი ეხლა. აი არა თქვა რომ ტყუილი სამოფსვაგე. სავსია კიდე აქ. ხოდა. შიერი მოგრეთ შიერები არ ყვდებით, არავინ არ მოკვდება აქ შიერი. აი ეს მიუსაფარებისთვის მიხვალ საჭმელი პრობლემა არ არის ამიგე. ვისაძლევთ რიგი იდგა იქ, რიგი იდგა, ჩემნაირი იდგა იქ 100 კაცი. ეს ყველა იმაშია სოფელში, პატარა ქალაქია თუ სოფელია თუ სადაც ყველგან არის ეს. მიხვალ და საჭმელს ეტყვი და მოგცემი. შიერი არავინ არ ყვდება. განვითარება ყელში გადმოსდით აქ ცხოვრება. ვის გაუსწარით ხალხო, რას გაუსწარით ხალხო. გამოლე 7 მილიონები აქვს მისაკუთრებული და გამოვლენ და ევროპას გაუსწარით და ის კიდე რო ამობს აღარ მინდა პოლიტიკაზე ვოლსკი რო არის სამუშაო ადგილებიო, ბევრიაო, აი დაჟე ვერ ვავსებთო ადამიანებითო რა. არ უნდათო ბოთლის გაბერვები და რაღაცები, ვის არ უნდა ხალხო. რა სისულელეებს იცახით, სადა გაქვთ ადგილები. ერთადერთი რაც არის პოლიცია, ჯარი, ავადმყოფო. სხვა რა სამუშაო გაქვთ. თუ ქვეყანაში რო არის 2-3 ქარხანა, იცით სადა ლაგუდეხიდან იმაში ვიარო, რა ქვია? გასავლეთში თუ სადა? სად ვიარო სამუშაოზე? გლეხი ადამიანისთვის სად არის სამუშაო საქართველოში? ფაბრიკა ქარხანა ლაგოდეხში მითხარით სად არის რომ ადამიანები მივიდნენ და იმუშაო. რაღაცა მცირედი არის ძერხვის ისა აქ რაღაცა ის კარიერები არის და რამოდენიმე კაცი დასაქმებული რომ მიხვიდე ესე არ არის, აბა მიდი სამუშაო სად არის? აქ სამუშაო აესია სამუშაო, უბრალოდ საბუთი არ აქვს. ჩვენივე პოლიტიკით რომ ლანძღავთ ამათი ოჯახის წევრი არ ვარ, მაგრამ რო არ ვარ, მაინც მაჭმევენ და მაძლევენ. ჩაიგდეთ გენები ზოგიერთებმა რომ გაუსწარით ევროპას, რა გაუსწარით? რა გაუსწარით? იდულობთ საქართველოში ესეთ რამეს? მე არ მაქვს ეხლა ერთეულებზე. короче